შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები დააკავა. დაკავებულები არიან დურმიშკლან ღვარცლიანი, ჯემალ შორნია, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი. სამინისტროს ინფორმაციით მათ $300,000 გამოძალვის მიზნით გაიტაცეს როინ გიორხელიძის 19 წლის შვილი. გატაცებული გათავისუფლებულია. ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა, სამინისტრომ ოპერატიული მასალაც გაავრცელა. შემოტყობინეს, რომ ჩემი შვილი იყო გადაცებული. მივმართე პოლიციას. შემდეგ შეხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც დამპირდა, რომ უმოკლეს ვადაში შეასრულებდა ჩემს მიმართ დადებულ პირობას, რომელიც შეფირდა, რომ ჩემი შვილი უნებელი დამებრუნდებოდა მე. მათი დახმარებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იშრომეს დღე-და-ღამე გაერთიანებული ჰქონდათ პირნათლად შეასრულეს თავისი დაპირება და ჩემი შვილი უნებელი დამიმბრუნეს უკან. მეხუთე დღეს პოლიციამ გადამარჩინა ყველა გამტაცებელი დაჭერილია. დიდ მადლობას ვუხდი შინაგან სამინისტროს დეპარტამენტის მინისტრს და აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და მის თითოეულ თანამშრომელს.